გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძირფასო ტელემაყურებლებო დღესაც გვიწევს ბენდის გარეშე ყოფნა ჩვენს გადაცემაში რადგანაც ფინანსური კრიზისი ყველას ეხება ვინც რა ვქნათ ოპოზიციურ არხებზე ვინც მუშაობთ ყველას გვეხება და მადლობა სუხდი ბიზნესმენებს რომ ესე ძალიან უყვართ ჩვენი გადაცემა ვანო შოუ და სულ გიყურებენ და ყველა მეუნება რომ ძალიან გიყვარს არ ვტოვებთ არც ერთ გადაცემას ტრადიციულად ვიწყებ გადაცემას სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად დაკავებულ ადამიანებს სოლიდარობა დაკავებულ პოლიტიკოსებს ვირფასო ტელემაყურებლებო ყველას გისურვებთ მალე თავისუფლებაზე ყოფნას. გუშინ მოსამართლემ კიდევ ერთი ახალგაზრდას მიუსაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. რა ვიცი, მოკლედ ოცნების სასამართლო საკუთარ ანტირეკორდებს ხსნის ვირფასო ტელემაყურებლებო. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი დააკავეს ერთი ახალგაზრდა. მოდით ნახოთ რა ბრალის გამო მიუსაჯეს 5 დღიანი პატიმრობა ამ ადამიანს. ნახოთ 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს აქტივისტ როსტო ზარანდიას Facebook კომენტარისთვის ვირფასო ტელემაყურებლებო. Facebook კომენტარისთვის ვირფასო ტელემაყურებლებო არ მოგესმათ 5 დღიანი პატიმრობა, ხოლო მის მეზობელს თანამზრახოლობისთვის 2 დღე მიუსაჯეს ამ კომენტარს რომ წერდა მეზობლის Wi-Fi-ით სარგებლობდა თურმე და ის მეზობელიც ესე გაეხო შარში. აი ესეთ მდგომარეობაში ვარ. ხო ხვდებით რა დონეზეა დასული სასამართლო. მალე შეიძლება სმაილების გამო დაგვიჭირონ. დაავება იქნება 1-დან 3 თვემდე. Angry smile, ანუ დამწუხრებული სმაილი 9-დან 12 თვემდე, ჩემი აზრით. კი არა შეიძლება შეგვიზღუდონ Facebook-ის დათვალიერება. მაგალითად დღეში შეგიძლია გააკეთო 150 სანტიმეტრიანი სკროლი. მეტი არ შეიძლება. აი რო ჩამოსკროლა, ხო 150 სანტიმეტრს არ უნდა გაცდე, თორე დაგაჯარიმებენ. აი რაღაცა ესეთ აბსურდში გვიწევს ცხოვრება. გადავიდეთ ოცნების შიდა დაპირისპირებაზე. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ ოცნების წევრმა აჭარის უზენაეს საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჯვაძემ ვერ გაუძლო ზეწოლას თუ არ ვიცი რა მოხდა და თვითმკვლელობას და საბედნიეროდ გადარჩა. მინდა გამოჯანმრთელობა უსურვო თორნიკე რიჯვაძეს ვირფასო ტელემაყურებელო ჩვენ კარგი ხალხი ვართ. ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლეს ყველაზე დიდი ფასი აქვს. გასხვავებით ასე შემდეგ. თორნიკე რიჯვაძე კლინიკაში მოინახულა ირაკლი ღარიბაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა. სხვა დანარჩენი მისი გარემოსვა გაქრა. რიჯვაძის გარემოსვიდან ყველას ჩაგდებული აქვს ხმა. ზოგმა რიჯვაძესთან გადაღებული ფოტოებიც კი აიღო Facebook გვერდებიდან. ეს ისეთი სიმხდალეა, რომ ესეთი კატეგორიის ხალხისთვის არ გამიკვირდება ისიც რომ თქვა, რომ რიჯვაძე ნაციონალი იყო. შეიძლება ესეც თქვა, ვირფასო მეგობრებო. სულ ფიქრობდი რიჯვაძის ამ ამბავს ჩვენ როგორ დაგვაბრალებდნენ თქო. არანაირი ვერსია არ მქონდა. რანაირად შეიძლება ეს ჩვენ დაგვაბრალოთ. აი, რა უნდა მოიფიქრონ ესეთი, მაგრამ კლინიკაში მესამე დღეს საღამოს გამოჩნდა ირაკლი ყობახიძე და ჰოი საოცრება. სწორედ მან შეძლო ის, რომ ყველაფერი დააბრალა ოპოზიციურ არხებს. მისი თქმის თურმე კრიტიკული სიუჟეტების გამო მივიყვანეთ ამ მდგომარეობამდე ადამიანი. თურმე ტელევიზიების ბრალია. აბა რა, ტელევიზიების ბრალი ამას წინ ბიზინა ივანიშვილს რომ დავაბრალეთ ოფშორებიდან ფული შემოზიდაო, ისე განერვიულებულა, ისე რომ ორჯერ გადამხტარა ყვირილაში, ორჯერ ძლივს გადაარჩინეს კაცი. ფაქტია რომ ოცნების შიგნით აშკარად არის დიდი დაპირისპირება. ოცნების ძველი შემადგენლობა, ოცნების ახალი შემადგენლობა და ოცნების შედარებით ნეიტრალური შემადგენლობა დაუპირისპირდა ერთმანეთს. კრემლის გადმოსახედიდან ეს ყველაფერი კი ანეკდოტივითაა. მეორე ქორწინებაში მყოფი ცოლ-ქმარს შორის დიალოგი ესეთი ანეკდოტის ფორმა ესეთი
საყვარელო შენი შვილები და ჩემი შვილებიო ჩვენ შვილებს ცემენო. ასია კრემლისთვის. ასეთი საყვარლები ხართ ყველანი. ვერ განგასწრებენ ერთმანეთისგან. ახლა იმედზე დაიწყება ახალი მეგაშოუ ვინ რამდენი. ხო არის ვინ არის და ახლა ახალს იწყებენ ვინ რამდენი. გამოდიან ოცნების ყოფილი ჩინოვნიკები მღერიან, ცეკვავენ აკრობატულ ნომრებს აკეთებენ, აქ ჯიური ზის და უნდა გამოიცნონ ვინ რამდენი მილიონი წაიღო სახლში. ბოლოს გამარჯვებულს გამოავლენს და დააჯილდოებს, რა თქმა უნდა, ავტორი და სულის ჩამდგმელი ბატონი ღვთისგან საჩუქარი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარმა ვირუსმა იფეთქა ქართულ ოცნებაში. სავალდებულო ფინანსური ტესტირება უკეთდება ყველა ჩინოვნიკს. იზოლაციაში არიან, საზღვრებით ჩაიკეტა. რომ შემთხვევით რომ ვირუსის მატარებელი ჩინოვნიკი სადმე არ გავიდეს და რაც მთავარია დისტანცია კორონაზე თუ იყო 2-3 მეტრი, ამ შემთხვევაში დისტანცია არის 2-3 კილომეტრი. საკუთარი მეგობრებიც და ნათელმირონებიც კი ამ დისტანციას იცავენ. ეპიდემიაა ოცნებაში, მაგრამ რას ვიზამთ? ეს ვირუსი არსად წავა, ამიტომ ქოცებო, როგორც კორონას დროს მოგვიწოდებდით, უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. უნდა ვისწავლოთ. უნდა შევეგუოთ. ქვეყანაში ისეთი ამბები ხდება სახლიდან სამსახურში მიმავალი გზაჯვარდიძე ფეხით რომ გადადიხარ, თან უნდა უყურო ხომ ნამდვილად მწვანეანთია, თან ბასლაინს უნდა უყურო, იქ შკოდა არ გაგიტანოს. მერე გზაზე გადასული კრიმპოლმა არ გაგაჩეროს და ნარკოლოგიურში არ გადაგიყვანოს. მერე ორ-ქოც ბიზნესმენს შორის პერესტრელკასაც უნდა გადაურჩე. მერე სამსახურში მიხვიდე და 800 ლარად მოლარეც იყო დამლაგებელის, მტვირთავის და ბოლოს პრინცესა უნდა გაათავისუფლო ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ ქართველის ყოველდღიურობა მარიოს თამაშს გავს. ოღონდ მარიოს 3 სიცოცხლე აქვს და ჩვენ გვაქვს 1 სიცოცხლე. ოცნების მდგომარეობა ახლა მაგონებს მურმანლებანიძის ლექსს ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ოღონდ ამ ლექსის კონკრეტულ მონაკვეთს მაგონებს. მაგრამ უცაბეთად მატლი არეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა ჩვენთვის სანქციაა პირველი სასჯელი. სანქციას მოჰყოლია რუსი და სპარსელი. ტურფა დანაზოგი ყორნებს წაუღიათ, ბიძინას დავალებით შუაზე გაუყვიათ. ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა. ქრთამები ჩაკეტილა ატკატი დანგრეულა. ბიზნესმენს სიმწრისაგან ცრემლები უცრემლია. შიშისგან საბრალო ლექსები უწერია, რა დროს ლექსიაო მოუკვდა პატრონი. ხვლით შემოვარდნდა ირაკლი ბატონი, ამას მოჰყოლია ვახდრონი. ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო. თქვენს ჯიბეში ყოფილა ჩემი საქართველო. ესეთი ლექსი უხდება დღევანდელ ჩინოვნიკებს. ქვეყანაში რაც ხდება ამ ყველაფრის ფონზე ირაკლი კობახიძემ გამართა ბიზნესმენებთან შეხვედრა. სადაც განაცხადა ჩვენ ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალიაო. მე ვეთანხმები ბატონ ირაკლის, უბრალოდ მცირე შესწორება შევიდათ. ბიზნესი თავისუფალია, ოღონდ გირაოს სანაცვლოდ. აი ასეთი ფორმულირებით აბსოლუტურად ვეთანხმები, მინდა გითხრათ. ქართული ოცნება ახალ კანონს ამტკიცებს, ამ კანონის მიხედვით ნასამართლე პირს თუ ვინმე ფინანსურად დაეხმარება, მათ შორის ოჯახის წევრი, ან თუ საცხოვრებელ სივრცეს დაუთმობს, ან ავტომობილს ათხოვებს, ან მისცემს, ემუქრება 5 წლიანი პატიმრობა. არ მოგესმათ. მოკლედ, რომ ვთქვათ, მამამ ან დედამ თუ შვილს დაუთმოს სახლი, ან საცხოვრებლად შეუშვა, დაიჭერენ 5 წლით. მაგრამ აქ მთავარი ეს კი არ არის. მთავარია ის არის, რომ ქართული ოცნების პირობებში მამას ბოლომდე ერქმევა მამა და დედას დედა. ეს არის აი აქ მთავარი. კარგად გაიაზრეთ, ხო, როგორი კანონია. ანუ თუ ახლობელი ყავს ნასამართლები, ვერ დაეხმარები, ვერც ფულს მისცემ, ვერც ბინაში შეიფარებ და ასე მშვიდად და წყნარად კანონის ფარგლებში დაელოდები, როდის ამოხდება სული. ძალიან ჰუმანური კანონია, მინდა გითხრათ. აქვე მინდა მივმართოთ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს, ონისე ციხიდან რომ გამოხვალ, არ გიცნობ. არ ვიცი, შენ გზაზე, ჩვენ გზაზე. მე არ ვიცი, არ მეცნობი, არ ვიცი. ეს სახელი საიდან დამამახსოვრდა, ეგეც არ ვიცი. მალე ისეთ კანონებს მიიღებენ ყოფილი პატიმარი რომ გადაცემაში მიიწვიო, შეიძლება ჩაქსო 5 წლით. რა ვიცი. ადგებია ჩაქსვავენ. ეხლა თქვენს კიდე ადგილად გახართ და იცინით. რა გაცინებთ?
ეს ახლა სასაცილო, მაგრამ გავიდეთ ცოტა ხანი და უკვე რეალობა იქნება. ასე იცინოდი შარშა რომ ამოვდი რომ მალე წეულაზეც დაგვიჭერენ თქო და აბა შეხედე არის ახლა ეს სასაცილო ინფორმაცია. ამიტომ ყველაფერზე რომ იცინით, მაგიტო ვართ ამ დღეში. მალე სიცილზეც რომ ციხე იქნება, მერე უყარეთ კაკალე, ახლა კიდე იცინიან. რა აზრი აქვს თქვენ ლაპარაკს? არანაირი აზრი არ აქვს ამ ხალხთან ლაპარაკს. 2 დღის წინ ევროპარლამენტმა მორიგი მკაცრი რეზოლუცია მიიღო ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხოლო მანამდე ძალიან კრიტიკული სიტყვით წარსდგა ევროპარლამენტარების წინაშე რასა იუკნევიჩიანი. ნახოთ როგორ გამოეხმაურა მის გამოსვლას ქართული ოცნების სიამაყე ირაკლი ზარქუა. რაისა კომუნისტკა არისვენებს. რაისას გადაეცით გორბაჩოვს გაფიცებ. შეეშვას არ გამოზდის მაინც ამ ქვეყნის გაშავება. ახლა გეტყვით ხუმრობასაც ჩადო. ევროპარლამენტარი იუკნევიჩიანეს ქვია რასა და გორბაჩოვის ცოლს ერქვა რაისა. მიხვდით? რასა და რაისა. აი აქ ჩადო უდიდესი იუმორი. ჩაგვაქვესკნელა ქვეყნის მთავარი იუმორისტები. დაგვადუღა ძვირფასო მეგობრებო. სცენარისტები გამექცნენ. ამაზე სასაცილო რაღა უნდა დავწეროთ და წავიდნენ ახლა. იუმორისტულ გადაცემებს ფინანსურად რო გუდავენ, ვიცოდი ახლა იუმორით უნდათ რომ ბოლო მოგვიყონ კიდე ზებოდა. ზარქუას იმდენი მასალა დაუგროვდა რომ გონი დროა ცალკე სოლო პროექტზე იფიქროს, გახსენი ერთი მსახიობის თეატრი ირაკლი. გამოდი, დაიდგი ტრიბუნა და იძახი ასეთი რაღაცეები. რასა, რაისა, იქეთ ურსულა, ტრამპზეც ტრამპაც უმპა რაღაცა, ჟიგიმანტაში გიჟიმანტასი რაღაცა და თან სიმღერაც იცი, კარგად უკრავ იმაზე, სახელიც მოუფიქრე. შოუ პროგრამამ ღერის და ხუმრობს უდაბნოს არწივი, ძირფასობრივი. ქართული ოცნების ბრძოლამ Deep State-ის წინააღმდეგ შედეგი გამოიღო. არა ჯერ დაამარცხეს, მაგრამ აქ სხვა შედეგზეა საუბარი. მოდით ნახოთ საინტერესო კვლევა. Deep State-ის არსებობის ოცნების ამომრჩეველთა თითქმის ნახევარს ჯერა. თვითონ Deep State რა არის არიციან, მაგრამ რაღაცა ზებუნებრივი მისტიური ძალა რომ არის, მაგას გრძნობენ შინაგანად. მაგის ჯერათ და ფონიჭალელი მოჩვენება რეიკის. აი რო გარბოდა და თან Nokia ტელეფონი რო ურეკავდა, აი იმის. გადავიდეთ რუბრიკაზე ქვეყანაში კარგიც ხომ ხდება. მოდით ნახოთ საინტერესო ინფორმაცია. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და მისი ცოლი 21 ბინას, 14 მიწის ნაკვეთს და 7 მანქანას ფლობენ. კახა ბექაური ხო იცით რომელია? ეს კომუნიკაციების ხელმძღვანელი ვინც არის? კახა ბექაური არის. აი შენი მეზობელი რომ არის, კაცო. კი, შენი მეზობელიც არის, კი. ზებოთ რო დუპლექსი აქვს, ეგ არის. ეგ არის. კი, აი შენი მეზობელიც არის, ეხლა აი შენ რო შემომხე, ეგ და დარწმუნებული ვარ, ყველას მეზობელია ძვირფასო ტელემაყურებლებო, იმდენი სახლი აქვს. მიხვდით ხო ვიზია საუბარი მარეგულირებული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის ოჯახზე. პრინციპში ამას უკვე ოჯახი აღარ ქვია, ამას ქვია ბექაურების პატარა მუნიციპალიტეტი. იმიტომ რომ დიდუბე ჩუღურეთის ბიუჯეტზე მეტქონებას ნამდვილად ფლობენ აშკარად. ერთი ბინა საბავშვო ბაღად და ერთი ნაკვეთი რეკრეაციულ ზონად რო გადააკეთონ, სახელმწიფო დაფინანსებასაც აიღებენ ჩვეულებრივად. მუნიციპალიტეტია უკვე ფაქტიურად. დააკვირდით ქონებას და ციფრებს. 7 მანქანა, 14 ნაკვეთი, 21 ბინა აქვს. 7, 14, 21. ფაქტიურად ერთადერთი ოჯახია, რომელიც არითმეტიკული პროგრესით მდიდრდება, ძვირფასო მეგობრებო. ბექაური ისეთი ტემპებით მიდის, ახლო მომავალში ალბათ აპირებს შეიძინოს 6 მწვერვალი, ლიხის ქედის აღმოსავლეთ ფერდობი, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი, ხოლო სამხრეთით მთლიანად ვარძია, არ გამოვრიცხავ. აი კაცი ამან უნდა თქვას მიცხოვრიაო, ძვირფასო მეგობრებო. ვაგრძელებთ თემას და გაგაცნობთ ქონების მოხვეჭის დახვეწილ და ნოვატორულ მეთოდს. ნახოთ ინფორმაცია. მზიურთან გიორგი ტყემალაძის სახლის ადგილზე 12 სართულიანი კორპუსი აშენდება. საკრებულოს თავმჯდომარეობისას გამოცებული განკარგულების აღსრულება ვიცემერ ტყემალაძეს თავადვე დაევალა. გავიაზროთ, ანუ თავისივე განკარგულება, ანუ მანამდე ხო საკრებულოს თავმჯდომარე იყო, განკარგულება გამოსცა საკრებულოს თავმჯდომარე და თვითონ უნდა შეასრულოს, მერე გადაიყვანეს ვიცემერად და ეს განკარგულება ხო ვიცემერმა უნდა მოაწეროს და ახლა თვითონ უნდა მოაწეროს ხელი. ეს განკარგულება დახვედრია კაბინეტში მაგიდაზე.
ტყემალაძეს და რო წაუკითხავს 100-ზე მოუსრია მაგიდის და ფურცელი. მაგიდის ყველაფერი გადარეულა კაცი, ეს რა არისო? კაც დასვენებას არ გაცლიანო ზაფხულშიო. საკუთარ რეზოლუციით, საკუთარ სახლის ადგილას, საკუთარი მშენებლობა მინდოდაოახლაო მეო. ამერიამ უნდა შეიწიროს ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებიო. ეს რა უკანონოებებს მაკეთებინებსო, ეს მერიაო დეპრესიაში იყო კაცი. რა უნდა ეკნა, რა ეკნა, დაახვედრეს ის. ძალიან კაცრი კაცია თურმე ტყემალაძე. საკუთარი თავი ეხვეწება, რომ ამ სახლის ნაცვლათო იქნება 4 ბინა და კომერციული მომცეო და ეს ცოცხალი თავით არ უმტკიცებს. ჯერ წინასწარი შენატანის გარეშეო და მერეო. აი რაღაც არის პირველად შენატანი მაგის მერე. გახსოვთ ალბათ რამდენიმე დღის წინ მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თუ აქციების დროს დაპატიმრებული მოქალაქეები და პოლიტიკოსები მომმართავდნენ თხოვნითო, ყველას შევიწყალებ. ჯერ არავინ გამოეხმაურა მის განცხადებას და არის ასე უსაქმუროდ. მოდით ნახოთ როგორ ატარებს თავისუფალ დროს ყაველაშვილი. ყაველაშვილის ადმინისტრაციამ 4 ფოტოაპარატის და 10 ობიექტივის ყიდვისთვის ტენდერი მეორედ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 150.000 ლარია. უეჭველი რაღაც სერიალს იწყებს ესა. ანამდენი კამერა რა თუნდა, ან 10 ობიექტივი რა თუნდა, 10 ობიექტივი და 4 კამერა სტივენ სპილბერგს არ სჭირდება ერთი ფილმის გადაღებისთვის. ან შეიძლება საქმე რო არა აქვს YouTube-ის მოხდვა უნდა, თუ რა ვიცი, თავისი კონტენტის გაკეთება. ყაველას პოდკასტი, ესე. აი კაცების მსგავსად ამას ექნება ჰაბიტუსიანი კაცები, ესეთი. მხოლოდ ლამაზ და ეშხიან კაცებს მოიწევს YouTube-ზე, დასხდებიან, იჭუკჭუკებენ თავისებურად. მოკლედ, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისეთი მძიმე, რომ არაფრის იმედი არ მაქვს. ოპოზიციაში დაპირისპირება, ნაწილი არჩევნების მომხრეა, მეორე ნაწილი ბოიკოტს ემხრობა, მაგრამ გამოანათა ახალმა იმედმა. მე მინდა მონოლოგი დავასრულო ოპტიმისტური განწყობით და გთავაზობთ ოპოზიციური პლატფორმის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მან განაცხადა, არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობსო და არც ბოიკოტისო. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას რეალისტურ გეგმას თავაზობს. ესე იგი, არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, ბოიკოტი არ გვაწყობს. რაღა დარჩა? აბა დავფიქრდეთ, რა დარჩა? მოვიფიქრე, დარჩა ერთადერთი გზა, რაც 100%-ით შეარყევს ამ რუსულ ხელისუფლებას და აფიქრებინებს, რომ ახლა ნამდვილად დაიწყო მათი დასასრულის დასაწყისი. ეს არის ახალი მემორანდუმი, ძვირფასო მეგობრებო. დიახ, მე გთავაზობთ ახალ მემორანდუმს. რუსული ხელისუფლების ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყნიდან უალტერნატივოდ გაძევების მემორანდუმს. შეიძლება იფიქროთ, ამ მემორანდუმებით არაფერი გამოდისო, მაგრამ დაუკვირდით, წინა მემორანდუმებში სიტყვა უალტერნატივო არ ეწერა. დიახაც, ცოტა მკაცრად თუ არ დაველაპარაკეთ ამათ. ხო ხედავთ, ბილი ლაპარაკი არ ესმით ამაგ და არაფერი არ გამოდის. ხო და უალტერნატივო მემორანდუმით უალტერნატივოდ დავამარცხებთ ამათ. აი ამიტომ ვერ მოგვერევიან, ძვირფასო მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა ჩემ შოუს იმედია სულ მალე ისევ გააფორმეს მუსიკალური ბენდი. თამუნალეკა ის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ბატონი გიორგი თარგამაძე. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარდგენია კომპანია PSP, PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა PSP, ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G, ავტოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებით მათ ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. ჩვენი არხის მოძებნა თქვენს სატელევიზიო პულტებზე შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ვისაც მაგთი გაქვთ არის ნომერი 45, სილკნეტი არის 345, ახალი ქსელები 345, ხოლო მარტივი არის ნომერი 45. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა
შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემაზე, მინდა წარმოგიდგინოთ სახალხო დუეტის ახალი სიმღერა, ვნახოთ. ქვეყანა გვახიეს არაფერი გამოდის, ვისაც მიმაგირავეთ მური აღარ გამოდის. მოგვატყუა მიგვაგდო რუსეთს გადაგვაბარა, დაგტოვა ხერხემლის და ოპტიმიზმის ამარა. შვიდად გინდა შარიკა, ფული დადე არიქა, უარა და ციხეში, არიქა და არიქა, არიქა და არიქა, არიქა და არიქა, არიქა და არიქა, არიქა და არიქა. ადრე მასთან ვინც იყო ყურმოჭრილი ხმებივით, არც ისინი დაინდოს უგაბარსაც ხრებივით. ვინც ცდილობს რომ ფულები ბალიში ჩაატიოს, ერთი შეგიდოს მაგრამ ბიძინა არ პატიობს. არა ბიჭო არიქა, სულტყვილად არიგა, ორბა გადამოიღებს, რაც კი ჩამოარიგა, არიგა და არიგა, არიგა და არიგა, არიგა და არიგა, არიგა და არიგა. ჩემ ჯიბეში მზიანათებს შენ ჯიბეში გაწვიმდა, გამოდის რო იბერია ვიწრო დღეში გაწყიდა. აკაკი გალაქტიონი შოთავაჟა ილია, ინა გაივარ ხედავე ყველა გარდაცვლილია. ავირჩიეთ არიქა, ჭორვილელი ხალიფა, ქალბაქვედი ვეგონა, ყველა გაგვარიფა, არიფა და არიფა, არიფა და არიფა, არიფა და არიფა, ყველა გაგვარიფა. რა ქვეყანად გვაქციეს ადრე წარმატებული, ქუჩაში ხალხს დასდევენ კასტეთ მომარჯვებული. მოსამართლეები გვაქვს ფულზე დახამებული, ერთის დათვად გვიწყალებს ხლაკლას დამთავრებული. რა გეგონა შარიქა, რო ირჩევდით არიქა, მერე გადავირჩევთო, მამივცეთო არიქა, არიქა და არიქა, არიქა და არიქა, არიქა და არიქა, არიქა და არიქა. სულ ყველაფერს ბეგრავენ, კიდრია თუ პრასია, ქუჩაში რო ფუსნახა, ისიც ბიზნესია. ორად გაყოფილიერი უფრო ორად გაიღო, მალე ვეღარ გავიხსენეთ ბიზნესამდე რა იყო. არა ბიჭო შარიქა, დაგინდობდათ არიქა, გაიქეცით შარიქა, თავს უშველეთ არიქა, არა ბიჭო შარიქა, დაგინდობდათ არიქა, გაიქეცით შარიქა, თავს უშველეთ არიქა. ვაგრძელებთ გადაცემას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი, სივრცე, გართობისა და დასვენებისთვის. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice G, ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. მისი პოვნა თქვენ სატელევიზიო პულტებზე შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეზე არის ნომერი 345, ახალი ქსელები ნომერი 345, ხოლო მარტივი არის ნომერი 45. აქვე შეგიძლიათ ინტერნეტში ჩვენი ნახვა My Video G-ზე. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზეც, შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემაზე, მინდა წარმოგიდგენოთ მუსიკალური ნომერი ბიზნეს შეხვედრა ჩინოვნიკებთან და ბიზნესმენებთან. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში. InSound-ი სტუდია, რომელსაც ვენდობთ. ნახოთ მუსიკალური ნომერი. მოგესალმებით, ჩემო დროებით გამდიდრებულო ჩინოვნიკებო და ბიზნესმენებო. ამ 12 წელში კარგად ახართ მოფერიანებული. მომისმინეთ ახლა რაზე დაგიბარეთ? შენ მოიტან ევროს, შენ დოლარსო, შენ ჩარიცხავ ლირას და შენ ლარსო. წუწუნს თუ გავიგებ მე თქვენსასო, გამოგიწერ ციხის ხეხვასო. აღარც მონე და აღარც პიკასო, სანქცია ხადაღადა ინკასო. ფული ჩადებაზე რა გითხრათ, ამოღება უფრო მიყვარსო. შეაწუხეთ მონაგარი, მოიხმარეთ მოსახმარი, მოიბარეთ მოსაპარი, მოიტანეთ მოსატანი. აქ არ გაიძულებთ მოსვლასო, კრედიტ გამოგიგზავნით პოსტასო. ვინც ყველაზე ბევრ ფილს მომიტანს, შემგან დაიმსახურებს კოცნასო. ვათამაშებ იღბლიან ბორბალსო, ფულით ვავსებ ჩემი სახლის ოთახსო. ვინც დადგმულ მილიონს არ მოიტანს, ისინი აძლიერებთ ლოცვასო. ათასო ინებს ვიგონებ, კაპიქსზე ვიგროვებ. ნახევრად რობინ ჰუდი ვარ, გიტარს ვართმევ და ვიტოვებ. ედიკაკი დაგიბრუნებ ამაქსო, უბრალოდ ხეზე თანხა არ მაქვსო. ერგიდევ ციილებ შაბათსო, ჩემი ხელი ჩაგახუტე ბარათსო. აბა ახლა დამიხედე ამასო, დროფულია ვერ დაუცდი შაბათსო. ასეთი სიბზნე აქვს ბიძო პაპასო, ცხოვრები უნდა თავი დროზე გაპარსო.
თუ კი ეს განაჩენია მოვიტანრა დამჩენია ქონებას ვიღად დაეძებს თავი გადასარჩენია ბუსას მოვიტან და გულსაც რატეთ ფილიპსაც და სულსაც ხარჩემი გულის პარკუჭი გუსტარამენტოც და გუსტაცო გზარა გაქვთ ყველანი ხართ უშანსო ჩუმად მოდით ნუ მოსდეთ უბანსო ფული პირადად მე მომიტანეთ უკვე არ ვენდობი არც უჩასო ფულები შესაძერია ვიღაცა დასაჭერია ადრე რომ ჩემ გვერდით იდგა დღეს უკვე ჩემი მტერია ბიჭებო პირი ხوار გაგიშრათ აბა ჩაი მაშინ გემშვიდობებით და გელოდებით ფულით სავსე ჩემოდნებით დროებით ვაგზელებთ გადაცემას ზურფას ტელემაყურებლებო და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონ გიორგი თარგამაძე. როგორ ახეთ გიორგი? მადლობა, გამარჯობა. ადრესი სხვანაირად ხდებოდი ხოლმე. ხო, ადრე რო შემოვიდოდი, ხალხი იჯდა და ხალხი იჯდა, ბენდი უკრავდა, ზეიმი იყო. ახლაც უკრავენ, და დარწმუნებული ვარ, როცა უყურებთ შენს გადაცემას უბრალოდ დარბაზში. კი, ნუ ჩვენც ახლა ხო ხვდებით, არ გვილხის ახლა როგორც თქვენს ტელევიზიას, არ წარმოადგენთ გამონაკლის. ჩვენთანაც რო შემოხვალ ტელევიზიაში, დამხტური ადამიანები აღარ არიან, მოკლედ ჩემ ცირებების კვალობაზე. წამყვანი სტუდიაშია და ვერ გამოვა, პროდიუსერი ზევით არის და არა უშავს. ჯერჯერობით უმკლავდები. ხო, თვითონ ესე იგი სტატების შემცირება თქვენთანაც არის, ხო? ნუ რადგან ფინანსური კრიზისის გამო, ხო? არა, თქვენთან არის. ძალიან დიდი მასშტაბით მოხდა და ნუ ჯერჯერობით ვახერხებთ იმას, რომ რაღაც ოპტიმალური რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ეთერს უზრუნველყოფენ. ნუ პრინციპში სიტუაცია ისეთია, რომ ერთია თითოეული ადამიანი აკეთებს რამდენიმე სხვა მისი კოლეგის საქმეს ერთდროულად. მაგალითად რას? მაგალითად ახლა რო დააკვირდეთ, აი კვირის ფორმულას უყურებთ ხოლმე ალბათ კვირაობით გვიან ეთერში, ხო, რომელიც დროების შემდეგ ადის ეთერში. იქ იმის გამო რომ წრიული კადრია, ანუ მაგიდის გარშემო ვსხედვართ, წამყვანები, სტუმრები მოდიან, იქ რაღაც ახლოს კადრის მოტანა, საჭირო გაშლა და ასე შემდეგ და იმის გამო რომ ოპერატორები აღარ აუყავს იმ რაოდენობის, რომელიც უნდა იყოს ამ კამერების და ამოცანის რაოდენობაზე, ამ ოპერატორებს უწევთ გადარბენები. ხო, მათ ხო წრეზე იღებს. გადარბენები. არა უშავს. დარბის წრეზე. მთავარია თავის საქმეს კარგად აკეთებენ და მთავარია მაყურებელი იღებს იმას, რის გამოც ეს გადაცემები და ტელევიზიები საერთოდ ვარსებობთ. ხო, მაგრამ აი ახალი შტატების ხო შეიძლება აი იყო ანუ გადაამზადო, ასწავლო. გვშველი, ზოგი ჭირი რომ მარგებელია. ესაც შენს შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის ახალი პროფესიები შეიძინონ ამ შემთხვევაში, ოღონდ ეს ადამიანები რომ მოდიან მათი უმეტესობა როგორც წესი იმ მომენტში ამ პროფესიას არ იცნობს, პირველი შეხება არის მისთვის და შემდეგ ვიცით რომ აი 2-3 თვე და ის ალბათ აუცილებლად იპოვის სხვა გზას, იმიტომ რომ მიდიან ეგრევე ხელფასობის პირობებში ხო არა უშავს. არა უშავს ყველაფერზე, ანუ ბევრნაირი გადაგვიტანია ხო, ეგ ამბავია კი. აი ცირა უნდა ხო ნუ ცოტა ესეთი კითხვა მაქვს, ხო რადგანაც ხა წამყვანები, ანუ ფაქტობრივად კვირის განმავლობაში რამდენი საათი ხარ ეთერში, ანუ ორშაბათი, ოთხშაბათი. თუ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება, როდესაც სპეცგამოშვებების სახით გვიწევს ხოლმე, ხო, იმიტომ რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა სპეცგამოშვების დროს, მაგალითად ერთი ცვლა ოპერატორის ან საეთეროს წასულა, რომ მოსულა, მე ისევ ეთერში დავხვედრი ვარ მეორე დილის 11 საათამდე, ხო? საღამოს ეთერში შესული. მაგრამ ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკი ასეთია, რომ ლაივს რასაც ვეძახით, ანუ უწყვეტ პირდაპირ ეთერი, როცა სტუდიიდან მაუწყებლობ, მე გამომდის 10 საათი. ანუ 10 საათი ვარ უწყვეტად ცოცხალ სატელევიზიო პირდაპირ ეთერში. მე მინდა ერთი ვიდეო გავუშვა. შენი ვიდეო, პირადად ჩემი მოჭრილია. ანუ ვინმემ კი არ გაავრცელა. ეს ვიდეო ახლა უნდა გავვრცელდეს. ეს არის მე მგონი გადაღლისგან დაგემართა რაღაცა ესეთი ამბავი, იმიტომ რომ სადღაც 2.5 არის, ნუ ოქტომბრის აქციების მერი, ნოემბერი, დეკემბრის ამბავია, რომ აი მთელი ღამე რო ხალხი იდგა ქუჩაში და ნუ შენ ჩართვაზე ყავს ისო დიტო ცინცაც. კი, გამახსენდა და გახსოვს ხო ეგ კი ბატონო თუ შეიძლება რაღაც გამოსწორებას არ გამოვიდა. ბოლოს მოდი ვნახოთ. მოუარე, მაგრამ ვერაფერს მაყურებელს ვაჩვენოთ ეს ვიდეო და მე გავაგზავნოთ საუბარი.
როცა თქვენ გესაუბრებოდით, მახსენდებოდა ძველი დრო, თქვენს მიერ გადაღებული სერიალები, იმ ძველი კარგი იმედის პერიოდში და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი კარგი რამ, სერიალები არ გადამიღია არასოდეს. ფილმი მაქვს ხედველობაში, ბატონი ოთარ შამათავას პროექტების და იმების მიხედვით და ჩვენ გვახსოვს მაშინ ან რა არ გადამიღია ოთარ შამათავასთან არა. არა, შამათავასთან ერთად არა, მაგრამ ჩვენს ეთერში გავიდა მაშინ. ასწორ ეთერში არ გადამიღია. კაი, არა, უცნაურად, მაგრამ ეგრევე. გადავიბრალე. მოლოს და გეტა, რომელი ხარში ერთი გამოდამინახე. ვერც ერთი ვერ გავა. აი, საერთოდ ვერც ერთი რაღაც ვერ გაართ. ის რა არის, არ არის გასაკვირი, ბატონი. თან იმდენად დამაჯერებელი ხარ საუბრისას რა, ხო და ძალიან კარგად ვიცნობ და მართლა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი კინორეჟისორი არის მისი თაობის მithumetes. უბრალოდ, რა პერიოდიც იყო შენ თვითონაც აღნიშნე, ყველანი ძალიან გადაღლილები ვართ იმ მომენტში, მაგრამ ჩემთვის ახლა იმ პერიოდის ქართული კინემატოგრაფია, ფილმები იქნებოდა ეს სერიალები და რაღაცები, მაინც ჩემს იმედისეულ წარსულს უკავშირდება რა და ეთქობა რაღაცა გადავაბი, მივაბი, მოვაბი ერთმანეთს და ასოცირდებოდა ამასთან. მაგრამ არაფერმა არ მიშვება. არც ერთი ვერ გავა. შეიძლება ითქვას ვერც ერთი ვერ გავა. და კიდევ ერთხელ ბოდიშუფტი ამის გამო ბატონო. ზოგადად ხშირად მოგდის ხოლმე ეს რაღაცები არა. სახელები მეშლება. წოდებები არა, სახელები მეშლება ხო. თან აი ისეთი ადამიანების ზოგჯერ რომელიც არ უნდა შემეშალოს. ძირითადად მაინც ალბათ უფრო გადაღლისბრალია, მაგრამ როგორ აი რეები შექმნია. იცი რა შეიძლება ადამიანს გვარი კონდეს, რომელიც ნაწარმოებია სახელის შემადგენლობით და ის სახელი დაუძახო სახელად მას. აი რამდენიმე დღის წინ მქონდა ეგ შემთხვევა ბატონი გიორგი ბადრიძე, რომელსაც წლებია ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ. გამორჩეული ქართველი დიპლომატი არის და სტუმრად ყავდა თორშტები წინა კვირას. ხო. და მიმართე ბატონო ბადრიმეთს. ხო კი დავამატე რომ ძალიან შორსაც არ წავსულობთ, რომ ბადრიძეა გიორგი. გამოიყვანეთ მდგომარეობა და თავი. ხო. მე მომენტალურად ვასწორებ ხოლმე, არ მჭირდება პროდიუსერის შეხსენება ან თვითონ რესპონდენტის, მაგრამ ეგეთი შემთხვევები მაქვს კი. ხო. მოდი ახლა გადავიდეთ რაღაც ჩვენს ქვეყანაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ შენ ედიტორიალებს უსმენ ხოლმე შესას, ძალიან საინტერესოა და კარგი აქცენტები გაქვთ ესეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი. ხო და მაინც თქვენი აზრი მაინტერესებს, აი ჩვენთან დაკავშირებით, აი რა გვეშველება ხა ხო ხდები ხა ჩვენ ხო გვინდა რომ რაღაცა ეს ქვეყანა შემოვატრიალოთ დასავლეთისკენ, მაგრამ ამ ოპოზიციურ ფლანგზეც ხო ისეთი სიტუაცია არის, რომ გვინდა შემოატრიალოთ, მაგრამ ახაც რაღაცა ერთმანეთში არის დიდი ხო, ეგ სერიოზული პრობლემურ ფაზაში გადავედით, განსაკუთრებით აი მედია, ტელევიზიები, იმიტომ რომ მანამდე რაც მოხდა ის რომ ვინცაც დღეს ხელისუფლება და ძალაუფლება ხელთ უყრია ამ ხალხმა, უბრალოდ გვაიძულა რომ ჩვენი რაღაც ჟურნალისტური ჩარჩოებიდან გამოსულიყავით, რატომ? იმიტომ რომ თავად მოგნათლეს მტრებად იდეაში არიან კიდეც თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის მტრები, როგორც აღმოჩნდა დასავლეთის მტრებიც, ეს ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მომავლის მტრობასაც და იძულებით აღმოჩნდით სანგარში, ხო, საიდანაც თავს იცავ. რა თქმა უნდა, ჩვენი მდგომარეობა პროპაგანდისტებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება პირველ რიგში მორალური, იდეოლოგიური პოზიციებიდან, მაგრამ აი ეს არის მოცემულობა. ზოგი ამის გამო ფიზიკურადაც დაზიანდა, ხო, რა თქმა უნდა. ფსიქოლოგიური ოპერაციები წარმოებს, პერსონების დისკრედიტაციის, ოჯახების მიმართ და ასე შემდეგ. არ არის ადვილი ამ სანგარში ყოფნა, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ეს ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი არჩევანია, მაგრამ ახლა უფრო რთული არის ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ამ სანგარში ატყდა სროლა. ანუ ვისთან ერთადაც ვართ ყველანი და ვებრძვით მტერს რუს სინამდვილეში. ამ სანგარში ხალხმა დაუწყო ერთმანეთს სროლა რა. რაც არის ძალიან დამაზიანებელი, ძალიან არასწორი. მე პოლიტიკოსებს ჭკუის დარიგებას ვერ დავუწყებ, მაგრამ სურვილს ნამდვილად გამოვთქვავ, რომ ეს ყველაფერი დროულად შეწყდეს, იმიტომ რომ არა უბრალოდ არასასიამოვნოა, არამედ ძალიან დამაზიანებელი არის ჩვენი საერთო ამოცანებისთვის და ქვეყნისთვის. თვითონ ხალხიც ხო ეხლა ისია გიორგი, რომ აი ხა მე რასაც დავაკვირდი, ხო? აი ეს აღშფოთების, აი ჩვენ ხო ყოველ დღე რაღაცა იმაზე უარეს გვთავაზობს ხელისუფლება, რაც წინა დღეს ქონდა. წინა თუ ეს კი არა, ან წელს. წინა დღეს რაც იყო, მეორე დღეს უარესის რაღაცას შემოაგდეს. რაღაცა კანონი, რაღაცა არა აქვს მნიშვნელობა რა, ყოველ დღე ართულებს სიტუაციას.
და ჩვენ სიტყვაზე ხო ეს ხალხის ხო რასაც დავაკვირდი, ხო? კი აღშფოთდებით, აი აღშფოთდით, მაგრამ აი თითქოს რაღაცა ისეთი სიმძაფრე აღარ მაქვს ამ აღშფოთებაში, აი ბოდიში აი ჟარგონს ვიხმარ გატრუხდა აღშფოთება, ხო არის ესეთი ჟარგონი არსებობს, ნუ რომ ძალიან ბევრი წითელი ხაზი იქნა უკვე გადაკვეთილი. და ნაწილობრივ ეს შოკის მდგომარეობაც არის. და მეორე მხრივ არის ძალიან კარგად დამუშავებული ტექნოლოგია, ხო? ეს ამათ არ მოუგონიათ. უბრალოდ აღმოჩნდნენ ძალიან კარგი შეგირდები ოსტატების. ხო. გომბეშოს წყალში მოხარშვის ტექნოლოგია ქვია დაახლოებით ამას. არაფერი, როდესაც დუღარე წყალში თუ ჩააგდებ გომბეშოს, ინსტინქტი მას მომენტალურად აამოძრავებს სასიკვდილო საფრთხეს. იგრძნობს და ინსტინქტის დონეზე წინამდებობას წევს და ამოხტება ხოლმე და გადარჩება. ხო. როდესაც იგივე გომბეშოს ჩასვავ იმავე ქოთანში, ასე ვთქვათ, და წყალს ნელგაზზე დადგავ და დაიწყებ ნელ-ნელა ადუღებას, ეს ნელთბილი წყალიდან შემდეგ ცხელში გარდამავალი პირიქით სიამოვნეს კიდეც, кайფშია რა, ანუ აი ხო, ჯაკუზი შეგრძნება აქვს, ცოტა თუხთუხსაც მაგრამ როგორც კი 100 გრადუს აღწევს ან დუღილის ტემპერატურას, ის ხდება უკვე რომ რაღაც სასიკვდილო საფრთხე უკვე ინსტინქტი იწყებს მუშაობას, მაგრამ სხეული აღარ ემორჩილება და იხარშება. ხდება. აჰა. პოლიტიკასა და მედია ტექნოლოგიებში ამას ეგრეთ წოდებულ სალამის პრინციპსაც ეძახიან, რა, როდესაც ესე თხელ-ნაჭერ ჭრიან, ასე ვთქვათ, შენს მოთმინებას დავარქვათ ამასაც, ცთიან ამ მოთმინებას. ივანიშვილმა ეს არაერთხელ გააკეთა თავის კურატორების მეშვეობით საქართველოში. ზოგჯერ ცოტა მეტი მოუწია, იმიტომ რომ ვერ გათვალა საზოგადოების რეაქციები, რა ვიცი, გავრილობიდან დაწყებული იქნა მოყოლებული რამდენი ასეთი პიკი იყო და ამ პიკურ სიტუაციებს ჩვენ რეაგირებთ. 28 ნოემბერი ამხრევ იყო, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ხო, მაგრამ იმის შემდეგაც უკვე ხო მოხდა რამდენიმე ისეთ მნიშვნელოვანი რაღაც, რაზეც თითქოს უფრო მასშტაბური და მძაფრი რეაქცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთი არ იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკმაყოფილება, აი ეს მუხტი სადმე წავიდა და გაქრა. და ამ ხრივ მედიებიც მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ. კი, ხო, იმიტომ რომ უკვე სიმბოლი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გარდამავალ ფაზაში ვართ, მაგრამ აი ამ სრული დიქტატურის განწყობას ვერ გწნობთ. შეიძლება ისე ვერ აღიქვავთ, მათ შორის უპირველესად იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ეთერში. რომ ეს ხუმრობა ისმის ეთერში, რომ დავუშვათ პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს შეგვიძლია ძალიან მკაცრად ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და ასე შემდეგ. ხედავთ იმისა, რომ ჩვენ ძალიან არანორმალურ რეჟიმში მუშაობთ. არც ერთ ჟურნალისტს ან ტელეწამყვანს არ სიამოვნებს, მხოლოდ ერთი მხარე როცა არის წარმოდგენილი, ხო? ნუ აი გაცილებით კომფორტულად გრძნობ თავს, როგორც პოლიტიკური გადაცემების ტელეწამყვანი, როცა დებატებს აწყობ განსხვავებული პოზიციების. ჩვენ წლებია ვმუშაობთ ისე, რომ მთავრობის ხელისუფლების წარმომადგენლები უბრალოდ არ მოდიან, არ ღებულობენ მონაწილეობას, არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე. მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ თუ კი ვინმე დღეს ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას, ეს არის კრიტიკული ქართული ტელევიზიები, რა თქმა უნდა, სხვა მედია საშუალებებთან. სოციმედიაც ხო, იქ არის ბევრი საინტერესო. ამიტომაც არის დარტყმის თავარი ობიექტი და ამიტომაც ყველაზე მეტ ზიანს იღებს კიდეც და აქვე რა თქმა უნდა ვახსენოთ მზია ამაღლობელი ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოთ და მათ შორისაც თვეების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ერთმანეთს უკავშირდებოდით, რომ მე აქ მოსულიყავ, ერთ-ერთი შემაკავებელი ჩემთვის იყო ზუსტად ეს, რომ შინაგანად ახლაც წინააღმდეგობრივი განწყობა მაქვს, როდესაც მაინც სახალისო იუმორისტული გადაცემაა და ჩვენი წევრი ონისეც ხდება. გარემო ისეთია, ხო? ციხეში არის და ნუ ჩვენც გვიჭირს მუშაობა. ონისეზე ხადროებაში ქონდა სპეციალური რეპორტაჟი ძალიან კარგი ის ქონდა. რაღაცა თითქოს დანაშაული შეგრძნება ყველას გვაქვს ამ ადამიანების წინაშე, რომ თითქოს ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრები ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, არ ჩვენ ვცხოვრობთ ჩვეულებრივი ცხოვრებით და აი საყოველთაო სტრესის ქვეშ ცხოვრება ყველასთვის პრობლემურია და სხვა შორის არა მარტო იმათთვის, რომელსაც ეგრეთ წოდებული ოპოზიციურ ფლანგზე ვხედავთ, ხო? აღმოჩნდა, რომ იმათთვისაც
რომლებსაც თითქოს დალხინებულად უნდა ქონოდათ საქმე. ახლა დღეს ამაზე საუბარს არ დავიწყებ, ყველა მიხვდება რასაც გულისხმობ და მიხვდება იმასაც, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია ყველასთვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ხო, პროპაგანდა, სამთავრობო მედიების პროპაგანდა. ესეც იმის მანიშნებელია, რომ այդ ბოლო კვლევები რაც ჩატარდა, ხო, იაგოსი, კაჭკაჭიშვილის, ხო, იქ იყო მე მგონი, რომ აი მაგალითად ქართული ოცნების ამომრჩევლის 50% შეერა deep state-ის. არსებობის, ხო? არ იყო მოულოდნელი, რომ გითხრას. უფრო მეტი ელოდი შენ ალბათ. კი, თუმცა იქვე ჩაკითხვები როცა იყო, მე ჩვენ რამდენიმე სატელევიზიო vox pops რო ვეძახით, ხო? ანუ ქუჩაში რო ეკითხები ადამიანებს, შევარჩიეთ ადამიანები, რომელთაც ჯერათ ამ deep state-ს, მაგრამ რო ეკითხები რა არის, ანუ ვინ არის, პასუხი ფაქტობრივად არავის არ აქვს. ანუ რისის ჯერათ მაშინ რა? ანუ რისის ორი კატეგორია. რა უნდა? რისი უნდა თროს ჯეროდეთ რა? ორი კატეგორია მაქვს ადამიანების, ეს არის უსიტყვო ლოიალისტების, რომლებიც ქართულ ოცნებას ბიძინას ამ ხელისუფლების რეჟიმის წარმომადგენლებს სხვადასხვა მიზეზის გამო თანაუგრძნობენ, მათთან ერთად არიან და ისინი ელოდებიან უბრალოდ მესიჯს, რას მიიღებენ, ვინ არის მათი მტერი. ანუ ასეთი ტიპის რეჟიმებს ყოველთვის ჭირდებათ, რომ ხალხს კონდეს ალყაში ყოფნის შეგრძნება. რომ ვიღაცა არის მტერი, ანუ მტრის გარეშე ესეთ სისტემები უბრალოდ ვეღარ არსებობენ. ჩამოიშლება. უნდა მოიგონოს მტერი. მათ პოზიტიური დღესასრიგი არა. მტერი უნდა იყოს, ვიღაცა ომში უნდა კრთავდეს, ვიღაცა უნდა კლავდეს, ვიღაცა პრობლემებს უნდა გიქმნინდეს, 24 საათი შენს დამხობაზე უნდა ცდილობდეს, გადატრიალებებს გიწყობდეს და ასე შემდეგ. ეს ხალხს უნდა დააჯერო. ხო. ქრესტომატია არის რეჟიმების არსებობა. ფორმულა რა ესეთ ხო. სიტყვა ფორმულას ამ შემთხვევაში მოვერიდებოდი არ ხარ. არა, ზოგადად ჩამოწერილი ფორმულა კი რეჟიმების შენარჩუნების ფორმულაა. ანუ არის რაღაცა კატეგორია ადამიანებისა, რომელიც ელოდება ვის დაუნიშნავენ მტრად. ხო. ამ მტრად ხან მიშა იყო ეხა ქართული ოცნებისთვის რაღაცა პერიოდი, მერე გლობალური ომის პარტია, ხო, როცა ომი დაიწყო უკრაინაში და ასე შემდეგ, ის ტრანსფორმირდა ეხა და დაარქვეს deep state. ხო. რომელსაც ხანდახან დასავლეთის ბიუროკრატიას, ევროპულ ბიუროკრატიას და რაღაც სახელებს, ქვესახელებს უცვლიან ხოლმე, მაგრამ ახლა მტრად არის დანიშნული deep state. და შესაბამისად, რადგან ეს მესიჯი მიღებული აქვს, deep state არის თუ არა მტერი, რო ეკითხები. deep state არის თუ არა მტერი, კი არა, მტერი რო ყავს აუცილებლად, ამაზე გამოპასუხებაა. ის უბრალოდ ლოიალისტია და რაც ჩაძახეს, ამოგძახა. თუმცა მათ შორის არის ცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც აი ეს კონსპიროლოგიური თეორიები ძალიან ღრმად წამთ. ამისთვის რუსეთმაც და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირმაც ბევრი რამ გააკეთა ჩვენ საზოგადოებაში, სხვადასხვა თაობაში. ამიტომ იყო მაგალითად გაზეთი ასაული დასავალი დეკადების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთი. ხო, შენ დაიწერებოდა ძირითადად კონსპიროლოგიური თეორიები, ხო, აი სტალინის მკვლელობის თეორიები დაწყებული მასონთა ლოჟებით და ასე შემდეგ მსგავსი რაღაცა, რომ 5 ებრაელი სადღაც ზის და მართავს თემ სოფლიოს და 5 მილიარდიდან მარტო რომ ერთი რო უნდა გადარჩეს და დანარჩენი 4 რო უნდა გაწყდეს ან მათი ექსპლუატაცია. ეს ტექსტები თქვენ გესმით სერიოზული გადაცემებიდანაც, ხო, წამყვანი პროპაგანდისტული არხების, ანუ იქ ამიტომაც იყო ასაული დასავალი ბატონი ბიძინას საყვარელი გაზეთი. ეს ხო გულწრფელად თქვა ამ ადამიანმა. გითხრა თავის პოლიტიკური კარიერის დასაწყისშივე. მე ამიტომაც არანაირი სურვილი არ მაქვს მათი კრიტიკა დავიწყო ხოლმე, მაგრამ დღემდე არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობისა, რომელთათვისაც ბიძინა ივანიშვილის ბუნება, ხასიათი, მენტალიტეტი სიურპრიზი გახდა 2016 წლის შენ. როცა 2016 წელს კაცმა ძალიან კარგად დაახასიათა თავისთავად. ამაზე მე გამახსენდა დანიგანის ბოლო ინტერვიუ, ხო? სადაც ერთი ამონარიდი არაჩვეულებრივია, ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. წარმოვიდგინე დიპლომატი ხალი, რომელსაც აქვს თავისი რაღაც შეზღუდვები, ხო, გამოთქვის მიმართულებით, არაფერს აღარ, აი პირდაპირ გაბრაზებული ლაპარაკობს. ანუ რაღაცა, ანუ ჩათვალეს საჭიროდ ამათმაც ისეთი წერილი რა ეწერა იქ. ანუ სიტყვა აღშფოთება შეევსოთ დამატებითი ეპითეტებით კიდევ რას ნიშნავს, ხო? შანტაჟს გვიწყო, ანუ შანტაჟის ენით შეურაცხმყოფელია ამავე დროს წერია და არასერიოზული, ანუ ამის გამკეთებელიო, მთლად ნორმალური არ უნდა იყოს, ხო? აქედან მოდის სხვა შორის თეორიები, ჩემთვის ძალიან საპატივცემლო, მათ შორის ქართველი პოლიტოლოგების, აი ნორმალურობის და ადეკვატურობის და არაადეკვატურობის ზღვარზე,
თამაშობს ეს ბიძინა და მისდამი დამოკიდებულებაც ხო, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია თითქოს იქცეოდეს ადამიანი. ნუ მე იმათ შორის ვარ, რომელთაც მიაჩნია, რომ სათავისო ძალიანაც ნორმალურები არიან. ხო, ანუ თავს არ იგიჟიანებენ, ესე იგი. არ იგიჟიანებენ, ანუ თავს იგიჟიანებენ უფრო. ხო, ბოდიში. ანუ, იმიტომ რომ თვითონ თავის გადარჩენისა და უზრუნველყოფისთვის რაც ჭირდებათ, იქ ძალიან სისტემურად მუშაობენ და სისტემატურადაც წლების განმავლობაში. ხო, რა, მაგალითად ხო. ამიტომ რა ტიპაშთან გვაქვს საქმე, აი ჩემი იგივე გამოცდილებით გეტყვი, როგორც ჟურნალისტიკაში ყოფნის და დაკვირვების, ასევე პოლიტიკაში. პოლიტიკაში ყოველთვის ყველა გუნდს ჭირდება ერთი ან ორი ადამიანი, რომელიც ისეთ რაღაცეებს იტყვის და ისეთი ფორმით, რასაც სხვა სერიოზულ პოლიტიკურ კარიერაზე პრეტენზიის მქონე და ამბიციის მატარებელი პოლიტიკოსი არ იზავს და არ იკადრებს, ხო? აი მაგალითად მე წარსულიდანაც ბევრი მაგალითს მოვყვანა შემიძლია, მაგრამ ყველაზე ცხელი ახლა რაც არის, აი მაგალითად ბატონი ზარქუა რა როლსაც ასრულებს ქართული ოცნების შემთხვევაში, ხო? ეგ ჩემთვის ცოტა ის არის, ხო? ანუ ესეთი რაღაცა თავხედური გამოსვლები, რაღაცა პირდაპირ რაღაცა ჟარგონებით ლაპარაკი. არ გიგონოთ რომ ზარქუა ან გიჟია, ან უზრდელია. მე მგონია რომ პირიქით საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, უბრალოდ მან თავისი როლიც იპოვა და თავისი ბუნებითაც ნაწილობრივ მოერგო იმ როლს, რაც ქართულ ოცნებას მისთვის აქვს, შულს განსაზღვრული, ხო? აი რომ წარმოვიდგინოთ დაახლოებით ასე მგონია, ასეთ ვითარება მგონია ივანიშვილთან და ქართული ხელისუფლებასთან მიმართებაში რუსული ხელისუფლების გამოყენებადობის ხარისხი. ეს როლი აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას ევროპასთან, ევროკავშირთან, მათ შორის ამერიკელებთან მიმართებაში. აი ზარქუარა როლსაც ასრულებს, ხო, ჩვენს დასავლელ კოლეგებთან მიმართებაში ქართული ოცნებისთვის. ივანიშვილი და მისი მოლაპარაკე თავები დაახლოებით იგივე როლს ასრულებენ პუტინის, ნარიშკინის და ამათ თამაში დასავლეთთან მიმართებაში. ანუ იმ ხალხს უნდა გაუჩნდეს ისეთი შეგრძნება, რომ ესენი ან ძალიან წყალწაღებულები არიან და საერთოდ წარმოუდგენელია მართან ურთიერთობა, ან არანორმალურები არიან და მოდი რა დისტანცირდეთ. დასავლეთი ცოტა ხო რაღაცები უფრო მეტი ბიუროკრატიაა დასავლეთში. ხო, ნამდვილი deep state, რომელსაც მე ვერ ვიტან, არის ზუსტად ეგ. ხო, აი დასავლეთის რა. ეს გადაულახავი, ესეთი მოუქნელი, ნელი და ასე შემდეგ და ამისი საუკეთესო ბრწყალებში მაგალითი არის საქართველოსთან მათი დამოკიდებულება. ხო, ანუ ამდენი წლის განმავლობაში, შარშანწლამდე ფაქტობრივად საქართველოში სპეციალურად რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანისთვის შეიქმნა სტრატკომები ეგრეთ წოდებული, ან სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტები ყველა სამინისტროებში, ყველა სახელმწიფო უწყებებში. აი რომელთა მთავარი დანიშნულებაც იყო იდენტიფიცირება რუსული დეზინფორმაციის, როგორც არხების, ასევე მათი ძირითადი გზავნილების ნარატივების, მათი განეიტრალება, საპასუხო პოლიტიკის ჩამოყალიბება და მათი უზრუნველყოფა. მათ უმეტესობას წლების განმავლობაში აფინანსებდნენ ბრიტანელები და ამერიკელები. ეს სტრატკომები იქცა რუსული დეზინფორმაციის მთავარ გამტარებად, მთავარი ანტიდასავლური ნარატივების, დასავლური გაგების ღირებულებების წინააღმდეგ მთავარ იარაღებად, ინსტრუმენტებად რა. ოღონდ ამას მარტო მე კი არ ვეუბნებოდი, ან რამდენიმე ჩემი კოლეგა წლების განმავლობაში საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, წარმომადგენლებს უმაღლესი დონის რომლებიც ჩამოდიოდნენ, ამას რატო ვაკეთებთ? თქვენ რატო აძლევთ ფულს იმათ, რომლებიც რუსების საქმეს აკეთებენ თქვენს წინააღმდეგ ბრძოლაში? ხო, სრულიად გაუგებარი სიგიჟე არის ერთ შეხედვით, არა? მაგრამ ბოლომდე აგრძელებდნენ მათ დაფინანსებას ეს იმ ფონზე, როდესაც მართლავისაც დახმარება ჭირდება. მართლავი წინა ხაზი არის აი ამ ფრონტის, ხო? რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, აი მაგ მდგომარეობაში ვართ, რომ არათუ ბენდის წევრი, ტაშის დამკვირველიც კი სტატისტი აღარ არის დარბოში, მე და შენ ვაგრძელებთ ისევ ბრძოლას. ხო რა, ამაზე უფრო დიდი უცნაურობა, ამიტომ თუ ვინმე უნდა ბრაზდებოდეს და მე მგონი მეტყობა კიდე წამოწითლდი ახლა, ხო, ბრაზისგან deep state-ზე დასავლეთის ქცევაში ჩვენ ვართ რა, იმიტომ რომ რეალურად ისინი აფინანსებენ სამთავრობო რაღაცა დეპარტამენტებს, რომლებიც უნდა მუშაობდნენ რუსეთის ინსტრუმენტებს საქართველოში, რომელიც თვითონ გამოიკვლიეს და მე კიდე
1-2 წელი დაჭირდათ იმისთვის რომ მიმხდარიყვნენ რომ დაფინანსება შეეწყვეტდა და ალბათ იმასაც არ შეწყვეტენ. ამადრო არ გაეჩერებინათ ყველანაირი დასავლური დახმარება, რატო? იმიტომ რომ არასამთავრობოები რო აღარ არსებობდნენ, მედია აღარ არსებობდა და თავისუფალი მაგაში მოყვნენ. აქ ხო შეხარობთ ჩვენ რომ გადავრჩეთ და ისინი ჯერ რაღაც ნაბიჯებია გადასადგმელი. თუმცა ამ ხრივ ძალიან დიდი ძვრებია. ხალხმა ისე არ გაიგოს რომ მარტო გასაბრაზებელი მიზეზები გვაქვს. ძალიან დიდი ძვრებია მსოფლიო მასშტაბით, დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი გრძელვადიან პერსპექტივაშიც და საშუალოვადიან პერსპექტივაშიც. ამიტომ გვჭირდება უფრო მეტი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, საერთო სტრატეგია და ერთმანეთის გვერდში დგომა და არა ერთმანეთთან წინააღმდეგობა. კი, გეთანხმები. ხო, შენს YouTube პროექტზე მინდა თქვა რომ არაჩვეული პროექტია. გულისხმობ ისტორიული და საგამოძიებელობა წარსულში. გუბასანიკიძესთან ერთად არაჩვეულებრივი გადაცემა, რომელიც ყვება მოყოლებული, არ ვიცი, ისრაელის დაარსებიდან ზოგადად კაცობრიობის ისტორიაზე და ყველაზე ძველი საბერძნეთზე ვართ გაჩერებულები და ძალიან საინტერესოა. მოყვებით, კი, სხვა შორის ყველაზე მეტად რასაც ვთხოვენ რომ საქართველოზე დროებას გვერდზე დევს ეს YouTube-ზე ძვირფასო ტელემაყურებელი. დროება ქართულადაც ლათინური შრიფტითაც რო ვაკრიფოთ, უკვე ბევრი მაყურებელი ყავს საქართველოშიც მის პარკლებს გარეთაც, მაგრამ რაც ფორმატი იქნება, რა თქმა უნდა არ გვაწყენს. ასე რომ საინტერესო ციკლია, ყველას ურჩევ რომ უყუროს და მოусმინოს, მით უმეტეს გუბაზე ამას ახერხებს ძალიან კარგად ხო და საინტერესო და მე მგონია რომ კიდევ ერთი კუთხე არის აღმოჩენის კუბაზის ნიჭიერების სპარტა პოლიტიკაზე არ ვლაპარაკ. ხო, სპარტას ეპიზოდი იყო ძალიან საინტერესო, გადაცემის ჩაწერის დროს დამემართა კინაღამ ჩავჯირდი მაგ მონაკვეთში, იმიტომ რომ უბრალოდ წარმოვიდგინე კიდეც კუბაზი რომ იბადება სპარტაში. მოდი მოვუყვეთ მაყურებელს, საიდან? არაფერი ხა სპარტანელთა აღზრდის მკაცრი მეთოდების შესახებ თქვენც იცით, ხო? და იმდენად მკაცრ პირობებში ზრდიდნენ ბავშვებს, სხვა შორის არა მარტო ბიჭებს, მაგრამ ბიჭებს განსაკუთრებით. კუბაზმა რო აღწერა ეს ყველაფერი, ბოლოს მოვაყოლა აშკარად მაყოფილების შეგრძნებით, რომ კიდევ კარგი რომ მე სპარტაში არ დავიბადეო, თორე 7000 ჯერ რო დავბადებულიყავი, 7000 ჯერ რო ვერ გადავრჩებოდი რა. ვერზე შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ იქ არაჭმევდნენ, ბავშვებს საშიმშილებდნენ და რაღაცა ისეთ პირობებში ხო სიცივეში და მაშინ ზრდიდნენ. ეს დეტალები ვისაც უნდა მოისმინოს მე არ მაცოცხლებდნენ. ხო. გადარჩენილია მაგა. იცი რა, ეხლა შენი სახელი გიორგი თარგამაძე, ხო? ეს ისეთი სახელია რა, იგივე სახელით და გვარით არის გივი თარგამაძე. გიორგი თარგამაძეა ისიც. პასპორტით ესეა, რეგისტრაციით. ხო და ხო ვიცით ახლა გივი ვიცით და არ გქონია რაღაცა ისეთი უხერხულობა იმ უხერხულობა არ ქვია მაგას. კიდე კა მე რუსეთში არ დავდივარ, თორე აი პუტინმა სხვათა შორის ბალოტნაის აქციების პერიოდში ილაპარაკა ქართულ კვალზე, ხო, რევოლუციის ორგანიზატორებს შორის და ერთადერთი ვინც სახელით და გვარით უბრალოდ ახსენა თარგამაძე გივი იყო, ოღონდ გივი იყო ის. და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ძებნა ამაზე გამოცხადებული რუსეთის პროკურატურის მიერ. აქ ჩავსვით ახლა ციხეში. ხო და მაგ მომენტისთვის ხადია პუტინის ამ განცხადების შემდეგ ეს ინფორმაცია ერთ-ერთი ჰედლაინი გახდა რუსული მედიის. ყველგან იყო ეს ინფორმაცია გამოტანილი. რა თქმა უნდა, თარგამაძის გვარის ხსენები, თუმცა ფოტოები ძირითადად ჩემი იყო. ჩემი იყო, იმიტომ რომ ერთდროულად ვიყავით პარლამენტის წევრები ხო და ორივე ვართ გიორგი თარგამაძე. ხო. და ეხლა იქ დეტალებს ისინი მე ხო ვერ წარმოიდგენეს რომ ორი გიორგი თარგამაძე შეიძლება და რუსეთი გეძებს ხო. ხო და შესაბამისად მე რო სადმე ფეხი წამსდენოდა რაღაცა შემთხვევით გარანტირებული მქონდა რომ გივის ნაცვლად მე დამიჭერდნენ იმ მომენტისთვის, სანამ გაარკვევდნენ ალბათ რამეს, მაგრამ ახლა გივის არ ამგონია რომ ჩემს ნაცვლად იჯდეს ახლა როგორც არის აბსოლუტურად შეგნებული ძალიან ესეთი ვაშკაცური და ძალიან პრინციპული თანმიმდევრული გადაწყვეტილების შედეგია და ჩემს ეხნიას ოღონდ გივის ამ შემთხვევაში არ არის ჩვენს გვარში და არც ჩვენს სანათესაოში ეს გამონაკლისი ასე ვთქვათ გივის ბაბუა შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა ხანებში როდესაც კომუნისტებმა და რუსებმა დაიჭირეს და დახვრიტეს. ამის გამო ის სახელიც ქვია გივის სხვათა შორის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გიორგი გადაგიხადო და ბოლოსკენ ძალიან მინდა რომ შენი ახალგაზრდობის შენარჩუნების ელექსირის რეცეპტი რო ჩაბაწერინო რას დღის განმავლობაში რას იღებთ, ანუ რა მეწამალი არსებობს ესეთი
რომ აი მეც შევინარჩუნო ახალგაზრდობა, იმიტომ რომ იცით რა არის ძალიან ძიმე პირობებში მუშაობთ და აშკარად ჩემ თავს ვატყობ რომ ვერდები, მალე ვერდები. არ გეტყობა? ნამდვილად არ გეტყობა. შენ აი ამ სტრესულ პირობებში რატო ვერ ვერდები? ან რატო რაღაცა რეცეპტი გექნება უეჭველი რაღაცა უნდა ჩამაწერი. არაფერი განსაკუთრებული აი გუბოს შეაყიროს ხოლმე. სხვადასხვა მე უფრო ათენელი და შენო უფრო სპარტა რა დისციპლინა. ხო. დისციპლინა და გარდა ამისა ფიზიკურადაც ვთილობ რომ აი ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ ძიმეს ამუშავო პირობებს რომელიც არის ქვეყანაში თლიანობაში შეუხამო რაღაც ელემენტარულ ფიზიკური აქტივობა ყოველდღიურ რეჟიმში ხო დილაობთ. ეგ მაგარი. ეგ არის ერთ-ერთი მეტი არაფერი თუ რო გითხრა ეხლა რაღაცა კვება და ვიტამინები და რაღაცა ისეთი საკვები და ამატები. ძალიან დიდი მადლობა გიორგი თარგამაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა. გაიხო. ძირფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლო და ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. ახლა უნდა გავიქცე კახა ბექაურს 22 ბინა უყიდია და ნოვოსელიაზე ვართ დაპატიჟებული მთელი ჩვენი შემოქმედებითი გუნდი და უნდა მივიდეთ აუცილებლად. დროებით მომავალ პარასკევამდე. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.